რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ალბათ ფინანსის სამინისტროს მოსაყურეობის სააგენტოში ვარ, სადაც 6 საათზე დასრულდება აუქციონი, უпроსორეთ დიახაც შეიძლება ითქვას იწყება აუქციონი და 7000 ლარად სრულიად შემთხვევით გუშინ წავაწყდით, გუშინ წირღამით, რომ ბიძინა ივანიშვილს თურმე მიუწია დავალება ფინანსთა სამინისტროსთვის და მისთვის სასურველი ხე, რომელიც მდებარეობს 11 დარწმუნებული მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, იგივე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, აჭარაში და ფასი დაადების 7000 ლარი. ანუ ჯერ ვინ შეაფასა, როგორ შეაფასა, შეფასების აქტიც არ არის სხვა საკითხია. მაგრამ რომ არა შემთხვევითობა გუშინ ჩემმა ერთმა კოლეგამ ღამით უბრალოდ აღმოაჩინა ეს, თუ ამ ამბავსაც ვერც გავიგებდით. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში რამდენი პრობლემაა, ქვეყანაში არათუ ფუნდამენტალური პრობლემებია, რაც ვიცით, ეროვნული გამოწვევის პრობლემები და შინაში. ყოველდღიურად რამდენი პრობლემაა გადასაჭრელი აქვს ხელისუფლებას. იგივე ფინანსის სამინისტრო, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და რითი არის დაკავებული იმითი, რომ აუქციონი გამოაქვს უბრალოდ ბატონ ივანიშვილის სურვილისამებრ. და ნახოთ, ეხლა ის გამართავს ვაჭრობას, არ გამართავს ვაჭრობას, დაგვნებდება, არ დაგვნებდება, მოდით არავისთვის უცხო არ არის, ძალიან მისთვის ახლა დიდი დისკომფორტია, ახლა თუ ის ხე მან სახში ვერ წაიღო, ვინაიდან, მოდით ყველაფერს დავარქვათ პირდაპირ თავისი სახელი. ეს არ არის მისთვის გართობა, ბატონ ივანიშვილი, ასე არ უყურეს. ბატონ ივანიშვილი სერიოზულად უდგება, სამწუხაროდ ტრაგიკომედია, მაგრამ ფაქტია, მან განაცხადა ერთ-ერთ თავის გადაცემაში წლების წინ, რომ მას აქვს სურვილი, რომ ასლამდე იცხოვროს და თერაპია როგორც ჩანს ძალიან საკმარისად კარგად აითვისა, ეს არის დენდროთერაპია, იგივე მკურნალობა ხეით, დიახაც Facebook მეგობრებს შეუძლია მასალა არის არაერთი ინტერნეტში და წაიკითხონ, ხეები, რომელიც გამოსცემს სხვადასხვა სახის ენერგეტიკას, სხვადასხვა სახის ენერგიას, რომელიც სამკურნალოდ არის ძალიან სასარგებლო. თორე ბიძინა ივანიშვილი, თქვენ რა გონიათ, სიმაღლის და მიხედვით არჩევს ამ ხეებს, იგივე აჭარაში, იგივე გურიაში, ხალხის სამეგრელოში. არა, ყავს ჯგუფი დაკომპლექტებული სპეციალისტებისგან შესაბამისი ცოდნითა და კვალიფიკაციით, რომლებიც ურჩევენ მას. როგორც ჩანს, ასეთი ერთი ხე აღმოაჩინეს ახლა მწვანე კონცხზე. და მე მაინტერესებს, უბრალოდ საინტერესო იქნება, რამდენად შემოვა ვაჭრობაში. და ისიც საგულისხმოა 7000 ლარი, ну პრაქტიკულად თუ თეთრებში ატანებ. და მაშინ, როდესაც თუნდაც კერძო პირებისგან, როდესაც იგი ყიდულობს, ჩემი ინფორმაციით 30-40000 ლარზე ნაკლებს არ იხდის, ხო? და ну სახელმწიფოს რახან არის, ეზოები და რო გამოვთ კერძო პირების ტერიტორიაზე შედის, არჩევს და 30-40 ლარზე ნაკლებს არ იხდის. ну ახლა სახელმწიფოა და რახან ქუმსიშვილია და რახან ფინანსთა მინისტრი არ ვიცი რა გვარია. 7000 ლარი, ესაც კი დაენანა. მაგრამ აქ არის ძალიან საინტერესო ერთი დეტალი. თუ კი ბიძინა ივანიშვილი ახლა ვაჭრობაში ჩვენ შემოყვება და არანორმალურ ფასამდე წამოყვა ვაჭრობაში, მე მაინტერესებს როგორ გამოჩნდება იგი იმ ადამიანების თვალში, ვის ხეებსაც ყიდულობს 20000-ად, 25000-ად. ახლა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თუ იყიდა ხე 200 და 300000-ად, ანუ ჩვენ არ მივეცით საშუალება და ფასი აუწიეთ. ხვალ იგი რო ჩავა გურიაში და ქალბატონ მაროს სამეგრელოში ბატონ მურთას რო დაესაუბრებდა ეთქვის რომ 20000 ლარად მომყიდეთ ხე როგორც ყიდულობს. ხო ეთქვის ქალბატონი მარო და ბატონი მურთაზი რომ კი მაგრამ გუშინ წინ 200000 ლარი კიდე ისყევ. ანუ რეალურად კომიკურია ერთი შეხედვით, მაგრამ ტრაგედია რომ არა ადამიანი ვისაც ამ ქვეყნის მოსახლეობამ 2012 წელს ჩააბარა საკუთარი ბედი. საკუთარი ბედი და ნახოთ. კი ბატონო, მანამდე ეს გაიმეორეთ რა, ის რომ ეს ფონდი არ დაგვირეგისტრირეს რა, ეს თქვა რა. საუბრობდა ფონდთან დაკავშირებულ საკითხებს იუსტიციის სამინისტროში. დავარეგისტრეთ, იცით, ბალანსის გადარჩენის ფონდი. ტექნიკური, სუფთა ტექნიკური ხარვეზები აღმოაჩინეთ, ხელოვნურად აღმოაჩინა იუსტიციის სამინისტრომ და თქვა, რომ ჩვენ არ გავაკეთეთ კრების ოქმი, რომელიც შეთანხმებული ჰქონდა და არ გვესაჭიროებდა იურიდიულად, არ გვესაჭიროებდა ნამდვილად. ეხლა შევიტანეთ და კიდე მაქსიმალურად ვფლობენ, რომ დრო გაძლევონ და ხელი შეუშალონ ამ პროცედურებს, თუმცა სიმართლე არის ხალხის მხარეს და ამას ვერ შეაჩერებენ ამ ტექნიკური მექანიზმებით, ტექნიკური ხერხებით.
ყველაზე მთავარი არის რომ ხალხი როცა მოდიოდა ხელისუფლებაში ივანიშვილი ამბობდა ისე თავი მამული რომ ხელისუფლებელი გამოდის ამიტომ ამას დიფინირება პერსპექტივა არ აქვს. ყველა შემთხვევაში, ყველა ქვეყანაში უნდა რომ ხალხი ყოველთვის გამარჯვებული და საქართველოს შემთხვევაშიც მოხდება ისე რომ ხალხი აუცილებლად თავის საქმეს ეტყვის ბიძინა ივანიშვილს და ეს აუცილებლად დასრულდება ხალხის წარმოგამარჯვებით. ყველა მიჩეთ რაც ცოტა კომენტარი. ასთან დაკავშირებით კონტაქტა რამდენიმე დღეა რაც გავიგეთ რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთი ხე წააცანცალოს თავის პოსტანში შეიძლება ითქვას და ამის საშუალებას არ ვაძლევთ. მანსის გადარჩენის ფონდი არის ერთიანად ჩართული ამ პროცესში და 27 მეტრის სიმაღლის ევკალიპტის ხე, რომელიც მწვანე კონცხის დასახლებაში არის განთავსებული, ამის აუქციონში მონაწილეობ და აუცილებლად ამ ხესაც გადავარჩენთ. დარწმუნებული რომ ერთად დგომით შევძლებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი მექმედებებში ხელი შეუშალოთ და ყველამ ერთად გადავარჩენოთ მანისიც, ხეებიც და ზოგადად საქართველოც. ამოდი რა ვინ შეაფასა სადარი შეფასების აქტი, როდესაც კერძო პირისგან იდულობს ხეს. იქ 30,000 ლარს იხდის ჩვენი ინფორმაციით დადასტურებული და რა სახელმწიფოს ბალანსი არსებული ხეა ფინანსტამინის 7,000 ლარად გამოატანია. შეიძლება ვიმეს ეს დღეს კიდევ ღიმის გრიდე სახეს, მაგრამ ეს არის ნამდვილი ტრაგედია. იმიტომ რომ მთელი ქვეყნის ბიუროკრატია ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეს ქვეყნის მოსახლეობაზე, ერთი ადამიანის ნება სურვილების გატარებით არის დაკავებული და დიახაც, სადაც მივწვდება ჩვენ ყველა მეთოდი, ყველა დასაშვები მეთოდით ბიძინა ივანიშვილს წინ აღუდგებით და დამთავრდა რა. ან ხე, ან ადამიანი, ან ბიძინა ივანიშვილი, ან ხალხი. მადლობა დიდი, მადლობა. ეხლა აგრეგრულ გადავიდეთ. ეხლა რა არის ეს სამთიკამდე გამორჩა სხვა თემაზე. თენგო. ან ნახევარი საათი დარჩა აუქციონის დასრულებას. ნახევარი საათი თუ ვაჭრობა არ გაიმართა ჩვენ დავდებით ბიჯი, ამდენია ბიჯი, გიორგი 140 ლარი არის ერთი ბიჯი რა და ეხლა ერთ-ერთი თუ არ გაიმართება, მაგრამ დარეგისტრირებულია ვერას მეორე, სავარაუდოდ ალბათ გაიმართება. თუ არ გაიმართება, ვიგებ ჩვენ, ასეთ შემთხვევაში 7,140 ლარი გვაქვს გადასახდელი. გიორგი 7,140 თუ ცოტა მეტი. 10 დღის განმავლობაში. 10 დღის განმავლობაში და თუ შემოვა, როგორც ვთქვით, ბოლომდე მიყვებით რა, სტრატეგია ეგრეს რა. განაჩენი პრინციპში პროცესი დაწყებულია. და რა არის იცით ეხლა ამ ყველაფერ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავიგოთ რა ხდება. ეს არ არის მართლაც უკვე სასაცილო. სასაცილო იქნებოდა მაგალითად ნებისმიერი რიგითი მოქალაქე რომ იყოს ამით დაკავებული და მისი ჰობი იყოს. უბრალოდ შეიძლება კარგ განწყობაზე დაგაყენოს რა. თუ ისიც ეხლა რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებდა და გზებს არ გადაკეტებდა გზებს. ბავშვო რა ხდება? ადამიანი ვინც თქვა 2012 წელს და ეხლა მეგობრებთან ვიყავით და ამოვიწერეს შეგნებულად. მაგალითად 2012 წლის არჩევნების პერიოდში ყოველ წელიწადს მოიმატებს სამუშაო ადგილები და ყველას ექნება პროფესიის მიხედვით დასაქმების საშუალება. ბატონ ივანიშვილის ციტირებ. იაფი და უფასო ფული. უმეტესწილად იქნება უფასო. ანუ იაფი და უფასო ფული, მაგრამ უმეტესწილად იქნება უფასო. სადაც იქნება პროცენტი 1, 2 და მაქსიმუმ 3% გადასახადი. ჩვენ შევამცირებთ გამომართლება მაღალ გადასახადებს, სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება ჩვენი მოსვლიდან და აი ამ ოპერიდან არის ყველა დაპირება. თქვენ გახსოვთ, ხო? ეს ადამიანი ჩვენ ვხედავთ ეხა რა რითია დაკავებული. მისი მთელი ხელისუფლება. არა თუ თავად დაკავდა ამით მარტო და დაავიწყდა
ხალხი. დიდი ხანია მას ხალხი დაავიწყდა. უბრალოდ მთელი ეს ბიუროკრატია გადმორთო თავისი ნებასურვილების და გატაცებების ასრულებაში. ყველა მინისტრი, ყველა ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, არ ვიცი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალბათ, ყველა მინისტრი არის დაკავებული იმით, რომ გადმოიტანონ ეს საკუთარ საკარმიდამოში. კოპიტანის აეროპორტი რო იყო, შეიძლება არ იცი ყველა. კოპიტანის აეროპორტი 600 ფილა აიღეს ბეტონის ფილა, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს ბალანსზეა. ახალი აეროპორტი გაიხსნა და ამ 600 ფილას დაათრებს სხვადასხვა რეგიონებში, საიდანაც ხეულა წამოიღოს, რომ მანქანა, ძიმე მანქანა გამოიაროს. ანუ ალტერნატიულ გზებს სადაც აკეთებს. და იგივე საკეთებს ახლა ანაკლიაში. 15-20 წუთით ამ დღეებში უნდა ჩაიჭრას თავარი, ასე თქვათ, წყარო დენის სამეგრელოში. წარმოვიდგინეთ, იმიტომ რომ გაიაროს. იქ ნავს სადგურებს აშენებს ერთჯერად ეს ადამიანი. ან გზად სახლებს ანგრევს და კაი, აშენებს ერთი არა, მაგრამ კიდე ხო რას აშენებს ერთი მეორე ხო ანგრევს და ჭრის ან ხევს, მაგრამ თავი რა არის ის რომ ამასობაში რამხელა პერსპექტივას კარგავს ქვეყანა რა. აი რამხელა პერსპექტივას კარგავს. რამდენი რამე შეიძლება ქვეყანაში გაკეთდეს. ეხლა არ შეიძლება არ გამოვიხმაროთ დღეს რომ ვიყავით თბილისის მერია დაგვიძახა ზალიკოც აქ არის, სად არის ზალიკოცი და ერთად ვიყავით მისულებით რა. ახლა ფაქტობრივად ადამიანებს არ უნდა თუ დაამტკიცონ გეგმა, იმიტომ რომ შემდგომი 3 წელი ფული აკეთონ გეგმის არარსებობის პირობებში. ან მთელი სახელმწიფო აპარატი გადასულია იმაზე, რომ ფული როგორ გააკეთონ. დაუკმაყოფილო მოთხოვნები თავიათ მართველს, ხო? ივანიშვილს და მეორე მხრივ თვითონ ფული გააკეთონ რა. აი პირდაპირ ესე იგი წარმოგიდგენ ბოლოში ამათ შემთავ ხოვამდენი იყვირეს, იჭკუბეს რაღაცა იმას თვითონ ატეხეს თან ამბავი. ეს საოცრებაა რომ თვითონ ატეხეს ეს სკანდალი, ხო? მაგრამ ნახე ბოლოში ვეუბნები რომ მოდი აი შევთანხმდეთ ხო რა. პარასკევს მოусმინოთ CT ინსტიტუტს და სამუშაო ჯგუფი გავაკეთოთ და მაისის ბოლო თქვათ ბოლო ვადა რომ უნდა დამტკიცდეს გენგეგმად ხო რა. დავჭდეთ ყველა სამუშაო ჯგუფში მეც ბევრი რამე არ მომწონს, სხვას არ მოსწონს, დავამუშაოთ რომ გქონდეს ქალაქის განვითარების გეგმა. და არავი ჩვენ 45 დღიანი ვადა გავიდა წერილი რომ მივწეროთ. ანუ პირდაპირ მიზანი ქონდათ რომ გაეპრავებინათ ამ გეგმის არ დამტკიცება და არ მიღება რომ ახალი ტენდერი გამოაცხადონ, რომ ახალი კომპანია აიყვანონ, რომ ამ ახალმა კომპანიამ 1-3 წელი წეროს კიდე რაღაცა და 3 წლის მანძილზე რაც უნდა ააშენებენ, ფული სადაც აკეთებელია, გააკეთებენ, რა ყველაფერს გააკეთებენ. არა და ეს მაგაში მილიონები გადახდილი ნორმალია. 2 მილიონი უკვე გადახდიდა 800.000-იან დარჩენილი. ეხლა ვეკითხები რომ კაი, თქვა და შენ დაადგინე რომ პირველი 5 ეტაპი რაც ჩაიბარა გერმანიას მერიამ იყო არასწორად ჩაბარებული, ანუ შეცდომები იყო და არ იყო სწორი დოკუმენტი, ხო? მაშინ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაფლანგვაზე ხო უნდა იმას ხოს რა, ანუ წარმოგიდგენთ კონტრაქტი გაუფორმა და მიიღო ისეთი დოკუმენტი, რომელიც ხარვეზიანია. კონსალტინგზე რო აყავს კომპანია, იმას შეიძლება რაღაცა მოგიტანოს, მაგრამ შენ მეორე მხარე რისთვის ხარ, რომ ამ მეორე მხარემ აუცილებლად შეამოწმოს რა დოკუმენტი მოაქვს. ეხლა რაზეც ედავებოდნენ გულწრფელად უნდა არის აი მე-17 ხარისხოვანი რუკაზე აი ამ რაღაცა სხვა რუკა იყო დატანილი შეიძლება და რაღაცა და აი როგორ ის იყო იცი რომ ისო რა ქვიაო ნათქვამიაო აღარ მახსოვს მაღლივი კორპუსის მიმდებარეო და პირველი კორპუსის უნივერსიტეტის სურათია მოტანილი დოკუმენტში. ეს რა არგუმენტია ხო აი რა იმაზე მეტრომანეობაზეა ლაპარაკი. მაგრამ თავარი რაც არაწყობთ რა კოეფიციენტები შეზღუდვა არაწყობთ ხო? არაწყობთ და სხვა შორის თავის სახლის მიმდებარე ყალაძის სახლის მიმდებარე ტერიტორია აქვს კარგად შესწავლილი რა აი იმაში დოკუმენტ ზიურის ტერიტორია აქვს შესწავლილი ყველაზე მეტად ხო და ეხლა რა ვიცი აი მართლა ისა ზღვარი არ არის აკეთ ეხლა პრემიერ-მინისტრი ხო მართლა ესე ხო არ შეიძლება კაცო აი დავთვალოთ ბოლო 6 თვის მანძილზე რამდენჯერ შეხვდა ხალხს რამდენჯერ გამოვიდა კაბინეტიდან არა და 4 თვისი თქვა განცხადება უბრალოდ 4 თუ 5 თვისი გააკეთა ის განცხადება რა თავრობის დილი რომ 2018 წლიდან ვიცნობ რეგიონებში აქტიურად გასვლის. აქტიურად გასვლის. სად არის? როგორც ჯერ ჩვენ ხე არ ვიყიდია. ისე არ გასულა ის რეგიონებში. არა ჩვენ ხეს ვიყიდით. შეიძლება გზიდან არ მოუბრუნო. ხო, არა ის არის რა, მართლა მოშლილია ყველაფერი. აი ხა RMG Gold-თან დაკავშირებით მინდა თქვა, აი ხა უბრალოდ ეს თემა გამოვიდა, თორე დღეს დმანიში უნდა ყოფილიყავით, ვაგრძელებთ იმ პროცესით, რომ აზომები გასაკეთებელია. ჩვენი ინფორმაციით ისა რა ქვია, სხვა იმ ტერიტორიაზე ათვისებულია ეს ტერიტორიაზე.
16 ჰექტარზე უბრალოდ ისა სამტროები და ეს დანაშაულია. დანაშაულია. მეორე არ ეკონოს ეხლა RMG Gold-ს რომ მარტო აქ რაღაცით შემოვიფარგლები განცხადებები. ჰოლანდიაში გამოთხოვაზე გაგზავნილი გვაქვს ინფორმაცია ამ კომპანიასთან დაკავშირებით. მათი პარტნიორები არიან, როგორც ვიტყვი, ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობენ აქციები. ყველა ამ კომპანიას ექნება პირველ რიგში პრობლემა ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში, იმიტომ რომ ის რასაც აკეთებენ არის პოლიტიკური კორუფცია და სრული უკანონობა და დანაშაული. და ამ დანაშაულს თუ აქაური პროკურატურა არ აქცევს ყურადღებას, ისინი მიაქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ ნომერ პირველი საგანია ეხლა ყველგან პოლიტიკურ კორუფციაში რკილებული კომპანიები. და აუცილებლად ექნება პრობლემა ლონდონშიც და იმაშიც, ჰოლანდიაშიც, ამის პირობასაც ვაძლევთ ნამდვილად RMG Gold-ს რა. რაც შეეხება იქ ჩასვლას ხუთშაბათს ან პარასკევს აუცილებლად ფიზიკურად უნდა ჩავდეთ, რომ ამზომელები ჩავუყანოთ და მივხედოთ ამ საკითხს. და ყველა თემას მივყვებით ბოლომდე, მაგრამ მე ერთი რამე მახარებს, რომ ჩვენი ამ კამპანიის დაწყების შედეგად ხო ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო რა. აღა სოციალურ ქსელშიც, ინტერნეტის, ტელევიზიის მეშვეობით, ქუჩაში ხალხი გვაჩერებს და გვეუბნება, რომ რაღაცა ძალიან სწორი პროცესი დაიწყო. არაძალადობრივი გზით, ფაქტობრივად ჩვენ ფარდავს ხსნით თავიდან ბოლომდე ამ ასე ვთქვათ ხელისუფლებას რა თავიდან ბოლომდე. აი მართლა იქ დღეს ეს რა ქვია ლიფსიტა ბიჭი ისა რა ქვია რა გვარი ეს შაქარაშვილი. აი წარმოიდგინე რამხელა ისა გონორზეა ადამიანი რა. ნუ ამხელა უზრდელობას კადრულობს რა. რა ლექსიკაა რა. აი ელემენტარული ის არის რა, მაგრამ ეხლა შენი შეხლა შემოხლის არ იყოს იმასთან რა ქვია პრემიერ-მინისტრთან. ეხლა იმანას ტაში დაუკრეს რა ყოჩაღო, კარგია? დადიან მგონი. ხო, ტრენინგზე დადიან. აი ეს არ დამთავრდება. რა მდგომარეობა გვაქვს? ხო შემოვიდა ვინმე? არა ჯერჯერობით არავინ არ ჩა. ბოლო არის ფიდი ჩვენი. დრო დარჩა 22 წუთი დარჩა. 22 წუთი დარჩა აუქციონის დამთავრებამდე. ერთი ის არის რეგისტრირებულია, ერთი წარმომადგენელი და ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს მხოლოდ მიცემული ბიჭი. ნახოთ რა მდგომარეობა იქნება. შემდგომ ვალდებულება თუ არ ვწევი ერთ თვეში უნდა გადმოვიდეთ, არა ისე? კი. ერთი თვეა ვადა? არა, ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ რომ შევისყიდოთ ტოვებო რა. არა, ვალდებულება ხო არ არის? წერია რომ ერთი თვის ვადაში გადატანის მიზნით. ხო, აი ასე აუქციონზე გამოიტანეს ამ მიზნით, თორე შენ თუ მოიგებ გასაკუთრებით გადავიდე. ეხლა არა, ესეა და არა მისცა. ჩემი აზრით ეგ მნიშვნელოვანია რომ განმარტოთ რა. გასვაპირებთ რა, ეხლა 22 წუთში თუ რამდენ ხანში დამთავრდება ეს აუქციონი. და მე რას ვაპირებს, ანუ რეალურად ის რომ რაღაცნაირად სხვა ხეებზე თქონდეს მარიამეს. არა, როგორც წესი აუქციონზე მას ყოველ შემთხვევაში ჩვენ თუ არ გამოგვეპარეს და პირველი შემთხვევა, როდესაც აუქციონზე გამოატანიან, ნუ ყოველ შემთხვევაში სადაც ვნახეთ. როგორც ვიცით, პირველი შემთხვევა არის, შეიძლება გაგვეპარა. ხო, იმიტომ რომ კერძო საკუთრება. დანარჩენ შემთხვევაში უბრალოდ ყიდულობს. ნაღდი ფულით ვაჭრობს. ეს დანარჩენ შემთხვევაში. ეხლა გამარჯვების პირობებს ჩვენ თუ ვიგებთ, უბრალოდ რა თქმა უნდა ხა იმ ხეს ჩვენ ხო არ გავაკეთებთ იმას, ისთვისაც ვერ ვძვით ეხლა. ან გია ჟორჟოლიანს ხარ დავამსგავსებ. გია ჟორჟოლიანი ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც თქვა, რომ უფრო ხელსაყრელ და განვითარებისთვის კარგ ადგილებში გადარგავსო ბიძინა ივანიშვილი. ამასაც ხო შეიძლება ეხლა რაღაც არა ჟორჟოლიანი გაჩეჩილაძე გზავს. აი სულ მაინტერესებს ხოლმე წარმოვიდგინო ქართული ოცნების დეპუტატი რო ვიყო, ეხლა და პარლამენტში ნებისმიერმა ჟურნალისტმა კითხვა რო დამისვას ამ ხეებთან დაკავშირებით. რა პასუხი უნდა გავცე? არ ვიცი, როგორ უნდა გაამართლო. ეგ პასუხი აქვს, ხო, იმიტომ რომ მათ შორის მე მაგალითად ხო გარემოდაცვის კომიტეტში ვარ. და იქაც ამბობენ, რომ რა პრობლემაა აკეთებს პარკს, დენდროლოგიურ პარკს, სადაც მე ყველას ექნება საშუალო შევიდე, მაგრამ ახლა იმათ ისე ჯერა იმის რომ აი ხა წავიდე, შეგვიშვებე? ხო, რა სიგიჟეა. აი ხა რო წავიდე, ეგ შეგვიშვებე? ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზეც კი რაღაც ადგილები უკვე არის შემოსაზღვრული და სადაც ვეღარც გაივლი, ანუ ადამიანები რომლებიც წლების მანძილზე ეიგნობდნენ და ეს მარშრუტები შემოვლილია, ბოტანიკურ ბაღშიც კი ვეღარ გაივლი. ვისჯერა იმის რომ დენდროლოგიურ პარკში ვინმეს შეუძლია. რა დენდროლოგიურ დიდი ალბათობით არავის აღარ შეუშვებენ შიგნით. ეს ეხლა არის რომ ხალხის პროტესტი ჩააქრონ თითქოს და ხალხისთვის კეთდება, თითქოს ვერ ხალხს შეუშვებენ. როგორც კი დასრულდება 2002 ფელმა თბილისმა 2001-2002 წლებში ჯეკილის შევარდნაძის დროს გაიგო რომ ვიღაცა შეძლებული მილიარდერი ადამიანი სლოვაკიის ქედზე აშენებს რას და ესე გამოსავ ბიზნეს ცენტრი შენდება. ხალხს ესე ეგონა რომ თითქოს იქ რაღაცა ბიზნეს ცენტრი უნდა აშენდეს
და სადაც მერე ნუ ბიზნესმენები შეიკრიბა რაღაცა საზოგადოებრივი სიკეთის პატარებელი ის იქნება. ხო, საერთოდ. მართლა ესე იყო მეც მაშინ ბოლში. ო, იმიტომ რომ იქ რაღაცა მთის მოჭრა. რა მივიღეთ რომ სახლი მივიღეთ, საცხოვრებელი, მერე გაფართოვდა იქ GDS-ი, აქეთ 28 ჰექტარი. აკtuali საინფორმაციო საწვო არაა, რომელიც რაღაც ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტურო არასებობდეს და შემდგომ რა თქმა უნდა გაიკეთებთ. არა, ყველაზე დიდი ის რა არის ხარ დანაშაული მისი მთელი თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტები დაკავებულნი არიან ამ ხის ტრანსპორტირებით ეს. ნიკა, მე რო ვიყავი აქ აჭარაში ჩასული, ჩემი ხო, აი ჩემი თვალით ნახე, ბოძებს ელექტრო ბოძებს ამ განათების ბოძებს რომ გადააყირავეს ამ ხის ტრანსპორტირებისას, იმიტომ რომ ხო ნაციონალები მოვივარდნენო და ასწორებდნენ ის ტიპები ვინც წინადღეს გადათვალე, იმასაც არ გაასწორებდნენ, ესე გადაყირავებულს დატოვებდნენ. ანუ ჩემი თვალით ნახე, გადაყირავებული ბოძები რა, რკინის გზა, შალა, ჯებირები მოანგრევებს აღარ აკეთებს. აი, გასაკვირი რა არის ამ პირობებში, თავრობა გადარგო თავის სახში და ხერო გადარგოს გასაკვირი არ არის რა. ხო, ერთი სხვა შორის ის არის, რა ქვია, ამ ხეებთან დაკავშირებით, როგორ ჩანს მართლა ეს რაღაცა სულწმენების საკითხია რა, ამ ხეების ენერგეტიკული. ანუ აგერ წარგი გითხავთ, ეხლა არ ხუბრობ, აი, თუ შეიძლება ხო სრული სერიოზულად წავიკითხო რა, დენდროთერაპია, ანუ რატოა ეს ადამიანი დაკავებული ამით? არანაირ, ეხლა დავიკითხო, ამის მიმდევარია. აი კი ბატონო, როგორ დავკავდეთ დენდროთერაპიით? პირველი, ხეებთან ურთიერთობისას უნდა იყოთ მარტო, ძალიან გულწრფელი და არ იჩქაროთ. თუ ადამიანი არენდობა ხეს, უკეთესია. მაშინ არ გამოიყენოს ამ ხის ენერგია, რადგან ყველა ჩვენ ფიქს და გრძნობას ხე კარგად აღიქვამს. ზოგიერთი, შემდეგი პუნქტი, ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში ადამიანმა ხისგან უნდა აიღოს ენერგია, ამისათვის არსებობს დონორი ხეები. მათი ენერგეტიკა დადებითია. მაგალითად, მუხა, ფიჭვი, აკაცია, ნეკერჩხალი, ვაშლი, წიფრი და ასე შემდეგ რა. ეხლა კიდევ წაგიკითხოთ, კი ბატონო. ამასთან აუცილებელია ისუნთქოთ რიტმულად. შემდეგ სქემით 4-8 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ. შემდეგ 4 წამი შეიკავეთ სუნთქვა და ბოლოს ისე 4-8 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ. შემდეგი არის დაავადებები, როცა ადამიანი პირიქით ხეს აძლევს ენერგიას. ამისთვის ბუნებაში არსებობენ მომხმარებელი ხეები. მათი ბიოენერგეტიკა უარყოფითია. მათ ხის მიეკუთვნება და ჩამოთვლილია ხეთა, ასე ვთქვათ, ჯიშები. ევკალიპტი შედის ხო მაგაში? ევკალიპტი რა თქმა უნდა. და ის არის? აი ეს ყველაფერი არის კი. ნუ როგორ გითხრათ ეხლა? ეს არის თავი და ბოლო ამ ყველაფერს ხო? ხით კურნალობა დიახაც გულისხმობს დღის განმავლობაში როგორც ექიმთან მივდივართ და დანიშნულებას გიწერს ექიმი და გეუბნება რომ ჭამამდე მიიღე ორიაბი საღამოს და დილით ჭამის შემდეგ და ასე შემდეგ ასევე არის როდესაც ადამიანი კურნალობს ხით და ხეებით ამასაც უწერენ დანიშნულებას აძლევენ ექიმი აძლევს დანიშნულებას გითელი გრაფიკი აქვს და გულისხმობს ხუმრობის გარეშე გულისხმობს დღის განმავლობაში ერთ მაგალითად ევკალიპტის ხესთან მისვლა და 20 წამით მოხვევას რასაც სავარაუდოდ აკეთებს ბატონი ივანიშვილი საკუთარ ტყეში თუ არ ვიცი საბაღში შემდეგი ხე მაგალითად მუხასთან შემდეგ პროცედურებს ატარებს ეს არ მოუგონია ბიზინა ივანიშვილს ხალხო ეს მოდი ახლა ამას უდავწამებთ ამით ხალხი მკურნალობს სოფლიოში მიღებული დიახაც თერაპია და თან მეცნიერება იტან მგონი ფული შემზენებელობას რამდენად გადარჩება ეს ხეები ზოგადად თუ არის მოსაზრება იმაზეც რომ რამდენიმე წელიწადში შეიძლება სამყაროს იმის რაღაც ფესტები არის კიდეც თუ არ ვიცი ჩვენ ახლა ბევრი ხე შეიძლება ეს გაიხარა ჩვენ არა გვაქვს უბრალოდ დენდროლოგიურ საყოველთაო დენდროლოგიურ პარკში ჩვენ არა გვაქვს შესვლის უფლება რა ეს არის პრობლემა გადაუწყოთ კიდე ტრანსპორტირება ის არის ასეთი ადამიანები, ვისაც ჯერავს რომ ეს ხდება საზოგადოების სიკეთისთვის, რომ გადანერვით ხე უფრო უკეთეს ადგილას მათ ეკნებათ შესაძლებლობა ეკნებათ ნახვის, აქამდე ვერ ნახავდნენ. რას? ხეს აქამდე ხო ვერ ნახავდითო სადღაც რო იდგა და ეხლა დემაიქ გოწოდინებაო სადა ანუ გამართლებას გუშინ წინას რო გავცელდა მეგობრებო კადრები სადაც ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელი როდესაც ადგილზე სამეგრელოში მივიდა სუსის მოქმედი თანამშრომელი გარბოდა ნახეთ ალბათ ხო ეს კადრები კი
სამეგრელოში. იმიტომ შეამჩნევ მთელი ადმინისტრაციული რესურსი, ანუ ის ხალხი, ვინც რეალურად ხალხის სამსახურში უნდა იყოს რა. იგა მეც მინდა ერთი გავმარტო ენდოთერაპიაზე თუ? არა, ალბათ თავის საქმისათვის თვითონ იცის რაც რუწმენებით არის ახლა შეპყრობილი, მისი პრობლემაა და ალბათ თვითონ უნდა გავამკლავდეს ამას, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ჩვენს ტაქტიკასთან დაკავშირებით და ძალიან მოკლედ თქვა, რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რა რეალობაში იმყოფება, რა მოცემულობაა ხო დღეს ქვეყანაში, ფაქტობრივად ქუჩაში გახვალ ნეგატივი, სოციალურ ქსელებში შესვლა აღარ გინდა, იმდენი ნეგატივია დაგროვილი, ანუ განწყობები არის საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური, იმდენად ძიმე მდგომარეობაშია ხალხი და აი ამ ფონზე ვიღებთ ესეთ რეალობას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საზოგადოებასთან მიმართებაში ადამიანი მოქმედებს პრინციპით მე ვარ და ჩემი ნაბადი, ხო? ეს გარკვეულწილად დამოკიდებულება ხალხთან, სახელმწიფოსთან, აქ დასახლებულ, ანუ ერთთან დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს აგდებითი. ეს ყველა პრობლემასთან ერთად ღირსების საკითხიც არის და მე დარწმუნებული ვარ, დღეს ამ ეტაპზე შეიძლება ვიღაცა ძუნს, მაგრამ დადგება მომენტი და ხალხი ახმაურდება ამაზე, იმიტომ რომ ქართული არასოდეს ღირსებას ესე მარტივად ვიღაცას ხელს არ შეახოციებს. აი ამ რეალობის წინაშე არის დღეს სახელმწიფო. ჩვენი ამოცანა და კარგია რომ ოპოზიცია არის ერთიანი ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით და აი ამ კოორდინაციის, აი ამ მჭიდრო კოორდინაციის თავარი მიზანი სწორედ არის ის, რომ დღეს მოხდეს ფოკუსირება საზოგადოების ყურადღების იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ვიმყოფებით. თორე ხვალ შეიძლება ისეთ რეალობაში აღმოჩნდეთ, რომ სახელმწიფოს თავზე დაგვენგრეს და პერსპექტივაც ყველანაირი გაქრეს. აი ეს უნდა იცოდეს ხალხმაც და საზოგადოებამაც, რომ ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში ერთად დადგომის კოორდინაციის და აი ამ აუქციონებში, აი ამ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ხდება სწორედ იმიტომ, რომ მთელი ხალხი, მთელი საზოგადოება ფოკუსირდეს იმაზე, რასაც დღეს ყურადღება სამწუხაროდ არ აქვს. რა ხდება ქვეყანაში? ერთი ადამიანი მოქმედებს პრინციპით და დასაწყისში აღნიშნე მე ვარ და ჩემი ნაბადი, სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა ემსახურება მას და დანარჩენი აქ ყველაფერი არის ფაქტობრივად ნუთან გასწორებული. აი ეს არის ამ ჩვენი მოქმედების და ტაქტიკის მთავარი პრინციპი, თორე ეხლა ხეს ვიყიდით თუ ოქროსაბადოს, ყველას ალბათ გასაგებია, რომ ეს ამოცანა პოლიტიკურ პარტიებს არ აქვს. პოლიტიკური პარტიების ამოცანა და ამერთობის ამოცანა კიდევ ვიმეორებ არის ის, რომ საზოგადოება მიაქციოს ყურადღება იმას, რაც დღეს ხდება, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება იყოს გვია და ხვალ რაღაც სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტები შეიძლება იყოს უკვე უკან მოტოვებული და სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ეს რეალობა საქართველოს სამწუხაროდ არაერთხელ უნახავს და ნამდვილად არ გვინდა კიდევ ერთხელ იმ მდგომარეობაში დაბრუნდეთ, როდესაც სახელმწიფო ხალხმა ბოლომდე დღეთახვევით ვარ რაღაცა პროექტი რომ შევიდა. ძალიან კარგად იცის ხალხმა რა ხდება, დამიჯერეთ. უბრალოდ დიახაც ამასაც ძალიან ესეთი გროსმეისტერულად ახერხებდა დაღლილი, გადაღლილი მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებისა ჩაფლული საკუთარ პრობლემებში, ყოველდღიურში, საყოფა ცხოვრებაში და ამ დროს წარმოიდგინეთ გადაბერილი ადმინისტრაციული რესურსი და დასაქმებული თავიანთი აქტივისტებით და ნაწილ საზოგადოებისა რწმენას კი დააკარგიეს, რომ ხვალ შეიძლება, ზეგ შეიძლება, მომდენო წელს შეიძლება უკეთესი ქვეყანა კონდეს და ამ ქვეყანაში იცხოვროს. უბრალოდ გაღვივება ჭირდება ეხლა. გეთახმები არსებითად? ანუ რამდენი წუთი დარჩა ეხლა? 10 წუთი დარჩა. ანუ არ დაუდიეთ ხო ჯერ ბიჭი არავის. 10 წუთი აუქციონის დასრულებამდე რაღაცა ეთყობა დიდხანს ფიქრობენ, დარეგისტრირებული ყავთ მონაწილე. არა, იმიტომ რომ ხუმრობის გარეშე ხალხო. ეხლა დილემი წინაშე დგას ივანიშვილი. იმიტომ რომ თუ კი შემოვა ვაჭრობაში და ფას აწევს არარსებულ და არანორმალურ, არაადეკვატურ ფასამდე, მაშინ ხვალ და ზე გაუჭირდება უკვე 20 და 30,000 ლარად ყიდვა იმ ხეების, რომელსაც დღემდე ყიდულობს. თუ გაიგებს რომ 300,000-ად იყიდა დღეს თბილისში ხე, ვიღამ იყიდეს 20,000-ად. რასაც აკეთებს დაღდია. ამიტომ ნახოთ რა ჩვენი ამბავი რო იცის 5 მილიონზე ქვემოთ ავტომატი. ხო. სხვაშორის ერთი ის იყო, რა ქვია, საინტერესო თემა იყო, რომ ემაში ჩიკაგოდან მქონდა ლაივ ჩაკვა რა. და შეიძლება გამახსენდა, რომ რაღაც საუბრობთ, რომ სამხრეთ კორეაა ჩამოსული, იქეთ ამერიკიდან, ჩინეთიდან ხალხი და რაღაცა ბლოკჩეინებზე ლაპარაკობ მთელი ამბავი და
უცებ აჭარიდან ვიღაცამ მოიწერა რომ სამხრეთ